შეიძლება თუ არა დაგროვებითი საპენსიო დანაზოგის მიღება ვადაზე ადრე და რა შემთხვევაში აქვს მოქალაქეს ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეთა რაოდენობა უკვე 1.715.000 აჭარბებს. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით 2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებითი პენსიით უკვე 27,643 პირმა ისარგებლა. კანონის მიხედვით საპენსიო დანაზოგის მიღება ძირითადად საპენსიო ასეკის მიღწევისას არის შესაძლებელი მამაკაცებისთვის 65, ხოლო ქალებისთვის 60 წლის შემდეგ. თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, როდესაც მოქალაქეს თანხის გატანა ვადაზე ადრე შეუძლია. ეს უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ პირი საქართველოს სამუდამოდ ტოვებს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. ასევე ვადაზე ადრე თანხის მიღება შესაძლებელია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე სრულად კარგავს შრომის უნარიანობას ან აქვს მძიმე დაავადება. ამასთან მეორე ჯგუფის შშმ სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ დაგროვილი თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოტანა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. შშმ პირის მეორე ჯგუფის სტატუსი საქართველოში ენიჭება იმ ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქვს მნიშვნელოვანი, მაგრამ არასრული შეზღუდვა შრომის უნარიანობაზე და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე, მაგალითად ინსულინ დამოკიდებული დიაბეტის მქონე პაციენტებს. მეორე ჯგუფის შშმ სტატუსი არ განისაზღვრება მხოლოდ დიაგნოზით, ის დგინდება სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ, რომელიც აფასებს ფუნქციურ შეზღუდვებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგნოზს. საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ თითოეული ასეთი განცხადება ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე. საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ის ფორმალურად დასაქმებულ პირებს ეხება.